ბატონო ირაკლი, ჩვენ ვსაუბრობთ კეტამინო თერაპიაზე. მოდით სანამ უშუალოდ თერაპიის ძირითად პრინციპებზე ვისაუბრებთ, ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ რა არის ეს პრეპარატი, როდიდან გამოიყენება ზოგადად მედიცინაში და როდის დადგა უკვე ის მომენტი, როდესაც მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ რატომაც არა და გამოვიყენოთ ეს პრეპარატი დეპრესიის, რეზისტენტული დეპრესიის მკურნალობის დროს. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. კეტამინი, როგორც საანესთეზიო საშუალება, გამოიყენება უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან და ის პრაქტიკულ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვან როლს იკავებდა, როგორც ძირითადი საანესთეზიო საშუალება. მისი აქტიური გამოყენება იყო ნებისმიერი ქირურგიული მიმართულებით ჩარევების დროს. რაც შეეხება დეპრესიის მკურნალობას, ის ეგრეთ წოდებული ორგანიზაცია, წამლისა და საკვები პროდუქტების ორგანიზაცია ამერიკაში, რომელიც FDA, რომელიც ამტკიცებს სამკურნალო, ასე ვთქვათ, პრაქტიკას და მწვანე შუნკს უნთებს, ეს მოხდა 2019 წელს. როდესაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კეტამინს ჰქონია სუბანესთეზიურ დოზას, ეს არ არის საანესთეზიო დოზა, რა თქმა უნდა, პაციენტი არ გადადის ნარკოში, ჰქონია თავის ტვინზე დადებითი ეფექტი, რომელიც დეპრესიის მკურნალობისთვის ეფექტურია, როგორც თქვენ ბრძანეთ, მკურნალობა რეზისტენტული დეპრესიის დროს. ეს ნიშნავს იმას, როდესაც პაციენტი ხანგრძლივად 3 თვეზე მეტი იმყოფება დეპრესიაში, ნაცადი აქვს რამდენიმე ჯგუფის ანტიდეპრესანტები და ეს მეთოდი უეფექტო აღმოჩნდება ხოლმე. ამ შემთხვევაში დგება საკითხი დაისვას კეტამინოთერაპიის შესახებ. ბატონო ირაკლი, იცით, ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენ ყოველთვის ვაწვდით სანდო სარწმუნო ინფორმაციას. ვინაიდან 2019-ში, ან ფაქტობრივად ბოლო 5-6 წელია, რაც თუმცა ამას მოყვებოდა წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, კვლევები, ხომ, როგორც ხდება ხოლმე სხვადასხვა ფაზის კვლევები, რომლის საფუძველზეც მერე დაიდო, რა თქმა უნდა, მტკიცებულებით მედიცინაზე დაყრდნობით, სანდოობა გამოვლინდა და უსაფრთხოება პრეპარატის ამ დაავადების დროს. მაინც რომ ვუთხრათ, რამდენი ხანია უკვე ვთქვით, მაგრამ რომელ ქვეყნებში მოიკიდა ფეხი ამ ტიპის მკურნალობა და რამდენად ეფექტურია და რა პერსპექტივებს ხედავთ თქვენ საქართველოში? პირველი სამეცნიერო სტატიები ჩნდება დაახლოებით 2010 წლიდან, 2014 წლიდან უკვე მისი, ასე ვთქვათ, აქტიური გამოყენება იწყება, 2019 წელს მას ამტკიცებს FDA. დღეს ეგრეთ წოდებული კეტამინის კლინიკები ძალიან აქტუალურია ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში. არის მრავალი სტატია უკვე გამოქვეყნებული, არსებობს ამის გაიდლაინი, თუ როდის უნდა იქნას გამოყენებული და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მეთოდი არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ეგრეთ წოდებული წამალრეზისტენტული ან მკურნალობა რეზისტენტული დეპრესიების დროს. და ასე ვთქვათ, უფრო და უფრო აქტიურად იწყებენ მის გამოყენებას, როგორც ჩანს, ალბათ მოხდება გაიდლაინის გადახედვა და მისი აქტიური დანერგვა უფრო, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ moderate depression-ის დროს, როცა არის საშუალო სიმძიმის დეპრესიაც კი და უკვე სიმძიმე შეფასების შკალები არსებობს მოგეხსენებათ დეპრესიის და როცა იხრება უკვე დეპრესია მძიმე დეპრესიისკენ, რომ ნაადრევად მოხდეს, ასე ვთქვათ, ამ მეთოდის გამოყენება. თავიდან იქნება საცილებული წამალრეზისტენტული დეპრესია, რომელიც ასე ვთქვათ, საკმაოდ რთული სამკურნალოა და რთული გადასაყვანია თუნდაც რემისიის ფაზაში, მე არ მომსრულ განკურნებას. ეს არის რაც შემიძლია კეტამინის ირგვლივ თქვა, დღეს ასე ვთქვათ, ბრაზილიაში ძალიან აქტუალურია, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო ამერიკის შემდეგ, ვინც ეს მეთოდი დანერგა და აქტიურად დაიწყო მისი გამოყენება. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც არის, თურქეთშიც, თურქეთს უკვე ნაციონალური გაიდლაინიც კი აქვს ფსიქიატრების მიერ შედგენილი, როდის არის ამ მეთოდის, ასე ვთქვათ, გამოყენება საჭირო და მისი მკურნალობაში ჩართვა. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოშიც აქტიურად დაიწყება, ასე ვთქვათ, ამ მეთოდის გამოყენება. რამდენად აქტიურად თანამშრომლობ ფსიქიატრებთან, რამდენად იციან ჩვენმა ფსიქიატრებმა მათ პრეროგატივაში, რომ დაისვას ეს დიაგნოზი, რასაც ქვია ჭეშმარიტი დეპრესია, აი ამ მეთოდის არსებობის შესახებ. რომ პაციენტებისთვის არის კონკრეტული შველა, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაშია მიღებული და რამდენად სწრაფად ამის ამართებენ თქვენ ცენტრში.
დავიწყებ იმით, რომ დიაგნოზის დასმა არ არის ანესთეზიოლოგის პრეროგატივა, რა თქმა უნდა, მას ფსიქიატრები აკეთებენ და ისინი არიან წამყვანი და მათ უკავია წამყვანი როლი ამ ასპექტში. და მე მინდა აღვნიშნო, საქართველოში ჩვენი კოლეგა ფსიქიატრები ძალიან გამოცდილი და კომპეტენტურები არიან და მიყვებიან ყველა იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც თუნდაც ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში არის გავრცელებული. მოკლედ, კეტამინის კლინიკა მოიცავს მულტიდისციპლინარულ მიდგომას. აქ არის ფსიქიატრი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ანესთეზიის მედდა, ფსიქოლოგი, კოორდინატორი კეტამინის კლინიკის, ვინც უშუალოდ შემდეგ უკავშირს ღებულობს პაციენტებისგან და ასე ვთქვათ, პოსტკეტამინოთერაპიის ასე follow-ups აკეთებს და ურეკავს ამ პაციენტებს, სულ კონტაქტშია. თუმცა აღსრულებელი და კეტამინის კლინიკაში წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ანესთეზიოლოგს უკავია, იმიტომ ეს არის დაახლოებით იგივე როგორც პროცედურული სედაცია. თუმცა დოზა იმდენად დაბალია, რომ პაციენტები აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში რჩებიან, გვეკონტაქტებიან, ასევე არის მიღებული პრაქტიკა, რომ კეტამინოთერაპიის დროს ფსიქოთერაპიაც, ეგრეთ წოდებული მუსიკით თერაპია, მასთან ერთად, რასაც შეიძლება რომ დადებითი ეფექტი ქონდეს თავის ტვინის, ასე ვთქვათ, აქტივაციაზე. კეტამინი რაზე მოქმედებს? კეტამინი არის NMDA რეცეპტორის ბლოკერი, რომელიც იწვევს სინაფსებში ნეიროტრანსმიტორების დაგროვებას და ნეიროპლასტიურობა იზრდება სინაფსებში იმპულსების გატარების სიჩქარე მნიშვნელოვნად მატულობს. მარტივად რო ვთქვათ, თავის ტვინის მეტაბოლური სიხშირე მატულობს და მეორადად ეს იწვევს მერე სეროტონინის მატებას და ადამიანის ხასიათზე მოყვანას, мотиваციის მომატებას და ეს არის ხოლმე ეს ფიდბექიც პაციენტებისგან, უცებ უჩნდებათ ხოლმე რაღაცის კეთების სურვილი, უცებ ხდებიან უფრო სოციალური აქტივობებით გამოირჩევიან, უფრო სწორად უბრუნდებიან თავის სამსახურს და ეს დადებითი ეფექტი ძალიან სწრაფად ჩანს ხოლმე. მაგრამ რა თქმა უნდა, საჭიროა ძალიან მკაცრი სელექცია, რასაც აკეთებს ფსიქიატრი. ეს არის ფსიქიატრის პრეროგატივა, რომ მან შეარჩიოს სწორად ეს პაციენტები, ვისთანაც შეიძლება დადგეს კეტამინოთერაპიის საკითხი. ამ პრეროგატივაში ანესთეზიოლოგი, ანუ ამ საკითხებში ანესთეზიოლოგი კომპეტენტური ვერ იქნება. უბრალოდ ამისი წარმართვა არის მხოლოდ ანესთეზია რეანიმატოლოგის. მოდის კეტამინ კლინიკაში უკვე არის ანესთეზიოლოგი, არ არის სასურველი, რომ კეტამინ კლინიკაში უშუალოდ ინტეგრირებული იყოს ფსიქიატრი, შეიძლება იყოს რამდენიმე ადგილას ფსიქიატრები, რომლებიც უბრალოდ გამოუშვებენ კეტამინის კლინიკაში იმისთვის, რომ ეს კურნალობა აღსრულდეს და ამ კურნალობის აღსრულებელი არის ანესთეზიოლოგი, თუმცა ანესთეზიოლოგსაც უნდა კონდეს უკავშირი უწყვეტი ფსიქიატრთან. იქ არის შესავსები ჩეკლისტები, რასაც ჩვენც ვავსებთ. ერთგვარ რაღაც მარტივ ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ ტესტებს ჩვენც უტარებთ პაციენტს, რომ დავადგინოთ, რამდენად მოქმედებს ეს, ასე ვთქვათ, პრეპარატი ყოველი გადასხმის წინ და გადასხმის შემდეგ და ამ ფიდბექს მე უბრუნებთ ფსიქიატრებს. ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრი ზარი შემოვა სოციალურ ქსელში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი დასვავს კითხვას, თუ სად შეიძლება, როგორ შეიძლება მოგაგნონ, როგორ შეიძლება გამოვიდნენ კონტაქტზე თქვენთან ასეთი პაციენტები, როგორ მოხდება მათი დაკვალიანება, ეს რო გითხრათ. მათ უბრალოდ შეუძლიათ რომ ამერიკულ ჰოსპიტალში დაარეკონ, სადაც მე მუშაობ, სადაც არის ინტეგრირებული ეს ჩვენი კეტამინის კლინიკა, ჩვენ ადგილზე გვყავს ფსიქიატრი, ადგილზე გვყავს ფსიქოლოგი, გვყავს ასევე გამოვრჩა ნევროლოგი, რომელმაც ნეიროსომატური მდგომარეობაც უნდა შეაფასოს პაციენტის, ხო არ არის სხვა რაღაც მიზეზებით გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს მეტაბოლური ცვლილებების გამო გამოწვეული, ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული დეპრესია, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მკურნალობა ჭირდება და არ იყოს თქვათ ფსიქოემოციურ ფაქტორებთან დაკავშირებული. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ამერიკულ ჰოსპიტალში ასე ვთქვათ მოგძებნონ, დაგვიკავშირდნენ და მინდა აღვნიშნო, რასაც ვაკვირდები, კლასიკური, ასე ვთქვათ, რთული დეპრესია, რატომღაც უფრო ხშირად ემართება დაკავებულ, წარმატებულ და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, რაც მე მგონია შეხება, უფრო მძიმე ფორმებით მიმდინარეობს მათთან. შესაბამისად, ამის ასე ვთქვათ, შველა ერთ-ერთი ვერსია, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება იქნას განხილული მკურნალობის ეტაპზე, რაც ქალბატონ ინო მოგხსენებათ, რომ ანტიდეპრესანტები ყველა არიან ტოქსიური პრეპარატები, მათ ასევე აქვს side effect-ები, რომელიც შეიძლება სერიოზულად დამაზიანებელი იყოს ორგანოებისთვის, რომელშიც ისინი მეტაბოლიზდებიან და გამოიყოფიან შემდეგ. ამიტომ კეტამინოთერაპია შეიძლება იყოს ნაცადი. ბატონო ირაკლი, და ძალიან მნიშვნელოვანია
ადამიანებმა, ჩვენმა მაყურებელმა და მათ შორის პაციენტებმა იცოდნენ, რა ხანგრძლივობა აქვს ამ მკურნალობას. როგორი არის თქვენ ახსენეთ გვერდითი ეფექტები, რამდენად ხშირია, ანუ ხომ არ არის რაღაც გარკვეული რეაქციები, მათ შორის ალერგიული, ანაფილაქსიური თუნდაც და რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი ამ მკურნალობის. ხანგრძლივობა. კარგი შეკითხვა, მოკლედ ჯერ ვილაპარაკებ უშუალოდ უკუჩვენებები რა შეიძლება ქონდეს კეტამინოთერაპიას, ეს არის გლაუკომა, იმიტომ რომ ვისაც აწუხებს გლაუკომა და ამის გამო მხედველობის დაქვეითება ამ პაციენტებში სარისკო ამ პრეპარატის გამოყენება, იმიტომ რომ ინტრაოკულარულ წნევას ზრდის, სარისკო პაციენტებში ვისაც აწუხებთ კარდიოვასკულარული დაავადებები, სარისკო ნიშნავს, რომ ჭირდებათ უფრო ღრმა სელექცია და უფრო ასე ვთქვათ, ღრმა მონიტორინგი ამ პროცედურების დროს. და რა თქმა უნდა ალერგიული რეაქციები თუ არსებობს დადასტურებული, თუმცა ძალიან იშვიათია კეტამინზე ალერგიული რეაქცია, როგორც პრეპარატზე, ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, შემთხვევები არის აღწერილი. ამ წამლის გამოყენების ისტორიაში. რაც შეეხება კეტამინოთერაპიას უშუალოდ როგორც პროცედურას, ესე იგი ეს არის დღის სტაციონარის პროცედურა, პაციენტები მოდიან 40 წუთი გრძელდება ინფუზია და დაახლოებით 9 საათში უბრუნდებიან ნორმალურ რეჟიმს. ერთადერთი შეზღუდვა რაც არის, იმ დღეს არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი და არ უნდა დასწნენ საჭესთან. შეუძლიათ დაბრუნდნენ სამსახურში და ჩვეულებრივად გააგრძელონ დღე. კურსის ხანგრძლივობა 6-8 გადასხმა არის, კვირაში 3 გადასხმა ნიშნავს 2 კვირაში მთავრდება. და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენ ხანს დარჩუნდება ეფექტი? რაც ლიტერატურაში არის აღწერილი, ჩვენთან ახ საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ამ თერაპიის ასე ვთქვათ, წარმოება დაახლოებით 2 წლის წინ და დღეს უფრო და უფრო სანდო გახდა ეს, როგორც ამბობენ word of mouth მუშაობს ერთმა მეორეს ურჩია, ესე მოდიან პაციენტები, რაღაც ჯგუფებია შექმნილი, სადაც ავრცელებენ ამ ინფორმაციებს, ურჩევენ ერთმანეთს. ძალიან ბევრი ცნობადი სახე იყო ჩვენთან მოსული, რომელმაც ასევე გაავრცელა. ყველაფერი არის შერჩევაზე დამოკიდებული, რომ კაცრი კრიტერიუმებით შეირჩეს ეს პაციენტი, რომ რეალურად ექნებათ მათ. რამდენად არის ხოლმე 6 თვიანი რემისია აქვს. ამ კეტამინოთერაპიის შემდეგ ლიტერატურაშიც რაც არის აღწერილი, ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამის ესე ვთქვათ კაცრი სტატისტიკა, პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, ალბათ უყავს 100-120 პაციენტი გატარებული, ზუსტად არ დამითვლია. მაგრამ რაც ლიტერატურაში არის აღწერილი, 6 თვიანი რემისია აქვს მინიმუმ 90%-მდე პაციენტებში. რამდენად არის ხოლმე საჭიროება კომბინირებული თერაპიის, რამდენად შეიძლება იყოს კომბინირებული თერაპია, ანუ პარალელურად პაციენტი იმყოფებოდეს კეტამინოთერაპიაზე და ამ დროს იღებდეს კიდევ სხვა ჯგუფის პრეპარატებს. ეს უკვე რაც მე ვახსენი არის მულტიდისციპლინარული გადაწყვეტილების სტრატეგია, ამას ფსიქიატრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჩვენი გამოცდილებით რა უკეთესია ალბათ რომ პაციენტმა მაინც გააგრძელოს, ასე ვთქვათ, ანტიდეპრესანტული მკურნალობა, თუმცა ყველა ვარიანტში ხდება ან დეესკალაცია, უფრო ხშირად ხდება დეესკალაცია, იშვიათ შემთხვევაში სრულიად ჩახსნა ანტიდეპრესანტული საშუალებებიდან. რაც არის ასევე ლიტერატურაში აღწერილი, კეტამინი აუმჯობესებს ანტიდეპრესანტების მოქმედებას და დეპრესია, რომელიც რეზისტენტული იყო მკურნალობაზე, ხდება არარეზისტენტული და რაღაც დაახლოებით 25%-ში შეიძლება სრულიად ჩაიხსნას ანტიდეპრესანტები და სრულიად მოხდეს, ასე ვთქვათ, მისგან გამოთავისუფლება პაციენტის. ბატონო ირაკლი, როგორც ვიცი და მაინც შევეხოთ ტკივილის მართვის დროსაც როგორც ვიცი, გამოიყენება ძალიან კარგი თერაპია და დიახ, ნეიროპათიული ტკივილების დროს ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი პრეპარატია და ჩვენ გვყავს ესეთი პაციენტები. აქ არის ორმაგი ჯაჭვი, ხშირია პაციენტებში დეპრესია, ვისაც აქვს ქრონიკული ტკივილი ტკივილის გამო, დეპრესიის განვითარება. ქრონიკული ტკივილის პაციენტი, რომელიც ებრძვის ნეიროპათიულ ტკივილს, მოგეხსენებათ ნეიროპათიული ტკივილი ჩაკეტილი წრესავით გამო. კი, ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, შეიძლება იყოს სხვა ეგრეთ წოდებული დორზალგიები, იოზიტები და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნეიროპათიული ტკივილი, რომელსაც კონკრეტული ლოკალიზაცია არ აქვს და კონკრეტული მკურნალობა არ აქვს, კეტამინოთერაპია არის ეფექტური და ამ შემთხვევაში ორმაგი ეფექტი აქვს, ასევე შეიძლება დეპრესიასაც მკურნალობა და ტკივილსაც. ტკივილიც მართლაც. კი, რა თქმა უნდა, და ყავს ესეთი პაციენტები, განსაკუთრებით ონკოლოგიური პაციენტები, რომელსაც ნეიროპათიები აწუხებთ ქიმიოთერაპიების შემდეგ და აქვთ, ასე ვთქვათ, ნეიროპათიული ტკივილები.
არის პაციენტი, რომელიც არის ფეხმძიმე და აქვს დეპრესია, რომელიც ფეხმძიმების დროს ძალიან ხშირად კიდევ უფრო რთულ ფორმებს იღებს. რამდენად არის შესაძლებელი ამ კეტამინოთერაპიის გამოყენება ორსულ ქალბატონებში? დეპრესია შეიძლება ერთ-ერთი ტრიგერი ორსულობა იყოს, ჰორმონალური დისბალანსის გამო, რაც შეიძლება ორსულ ქალბატონს მოუვიდეს. მესამე ტრიმესტრში ის არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ეს უნდა იყოს ჰემოდინამიკის მონიტორინგის ქვეშ. მოგეხსენება თუ ის ნაყოფთან სისხლის მიმოქცევის მოშლას ანუ არ იწევს, არანაირი პრობლემა არ არის მისი გამოყენება. ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ დედის გულის სემის სიხშირე და არტერიული წნევა. თუ ის ნორმის ფარგლებში იქნება, მის გამოყენებას არანაირი ასე ვთქვათ, უარყოფითი ეფექტი არ შეიძლება ქონდეს. და რას ურჩევდით პაციენტებს, როდის უნდა ჩართონ ეს სოს მექანიზმი, როდის ხანდახან არის ერთხელ მივლენ ექიმთან, მიიღებენ დანიშნულება, შემდგომში თვითონ ახდენენ ამ დოზების კორექციას, აღარ მიმართავენ ექიმს და რა კლინიკური გამოვლინების დროს უნდა მომართონ თქვენს კლინიკას. მძიმე დეპრესიაში მყოფი ადამიანი ძალიან ურჩია ნებისმიერი მკურნალობის მიმართ და პაციენტები, რომლებიც ჩვენ მოგვართავენ, არიან ნამყოფი 5 სხვადასხვა ფსიქიატრთან, არც ერთი დანიშნულება საბოლოო ჯამში შეიძლება ბოლომდე არ ყავდეთ მიყვანილი, ცვლიან დოზებს, იმიტომ რომ რეალურად ანტიდეპრესანტებს შეიძლება ძალიან ცუდი გვერდითი მოვლენები ქონდეთ და ასევე შეიძლება პირიქით უკურიაქცია მიიღოს და გაურმაოს დეპრესიაც. ან რაღაც ისეთი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, რომელიც პაციენტმა უბრალოდ შეიძლება არ აიტანოს, ასე ვთქვათ, და შეწყვიტოს იმ პრეპარატის მიღება, მერე მიდის მეორე ექიმთან. მოკლედ, ამ მკურნალობას აქვს კონკრეტული ჩვენება, ეს არის თუ დეპრესია არის წამალრეზისტენტული და რას ნიშნავს წამალრეზისტენტული დეპრესია? თუ დეპრესიას არ აქვს, ვთქვათ, რეგრესი ან ერთ დონეზე არ ჩერდება და პროგრესირებს მკურნალობის ფონზე, პაციენტს უჩნდება სუიციდალური აზროვნება. ეს აზრები რო უკვე ჩნდება, რომ ადამიანს იმდენად დემოტივირებულია, იმდენად არ აქვს ცხოვრების, ასე ვთქვათ, мотиваცია ხალისი, მისი აქტივაცია კლებულობს, სახლიდან გასვლას ზღუდავს, სოციალურ წრეს ავიწროვებს, ასე შემდეგ. ეს ყველა ზარმაცდება საქმის კეთების, ასე ვთქვათ, იყო აქტიური და გახდა პასიური, ვთქვათ, ნაკლებად უნდა სამსახურში წასვლა. მიუხედავად მკურნალობისა ეს სიმპტომები არ კლებულობს, ეს უკვე არის წამალრეზისტენტული დეპრესია და მათ შეიძლება უკვე მათთან დადგეს საკითხი, ხო არ არის კეტამინოთერაპიის აუცილებლობა. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ ამ კუთხით ცნობადობა აგვემაღლებინა, რათა ამ ადამიანებს დავეხმაროთ, იმიტომ რომ იტყვიან, სულის ტკივილი ყველაზე ძნელია და ყველაზე მძიმეა, მთელ ცხოვრებას გინგრევს ფაქტიურად და ამ ასეთ პაციენტებისთვის ქმედითი დახმარება, რომ მოუბრუნდნენ ცხოვრებას, ჯანმრთელ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და სიცოცხლის ხარისხი და ხალისი ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური მკურნალობის არსებობა და წარმატებები თქვენ ამ საქმეში. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი.